City ინსტიტუტი და სტუდია 9 ჩამოყალიბა ერთობლივი მემორანდუმი და ერთობლივად მუშაობთ ქალაქის განვითარების გეგმაზე. დღესდღეობით დაახლოებით 25-მდე სპეციალისტი მუშაობს სხვადასხვა სპეციალობის და სხვადასხვა მიმართულების კუთხით. ჩართულები არიან უცხოელები, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან მოწვეულია ხელოვნაცოდნეები, რომლებიც ქალაქის ისტორიულ ნაწილზე მუშაობენ. აქტუალურია საზღვრების საკითხი, აქტუალურია სამრეწველო ზონა კიდევ საით განვითარდება და რა მოხდება. და ქალაქში ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ეს არის ტურისტული ზონა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის დაახლოებით 70% მინიმუმ არ იცის ის პოტენციალი, რაც ფოს გააჩნია. Შემიძლია რომ აქ შექმნილი ეკონომიკა კიდევ უფრო მეტად სოციალურ მდგომარეობაზე დადებითად აისახოს. ამ ეტაპზე კვლევების 80% ჩატარებულია, დამატებით დაახლოებით მაისის ბოლოსთვის უკვე ეს ყველაფერი დასრულებული იქნება, ჩაბარდება და უკვე გადავდივართ მომდევნო ეტაპზე, რომელიც არის ხედვა. ხედვა ეს არის უკვე ჩამოყალიბება იმისა თუ საით გვინდა წავიდეს და შემდეგ კონცეფცია, რომელიც კიდევ უფრო დეტალურად ამბობს და სივრცეში თარგმნის იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც არის თქვათ ეკონომიკური გადაწყვეტილებები. ზაფხულში უნდა შემუშავდეს ქალაქის განვითარების ხედვა, რაც მოიცავს მათ შორის მალთაყვის სანაპირო ზოლის განვითარების გეგმას და მის მიმდებარე არეალებსაც და ეს უკვე უნდა იყოს საფუძველი იმისა, რომ დამუშავდეს კონკრეტული ქალაქის განვითარების კონცეფცია და კონცეფციის საფუძველზე უკვე გეგმა, პროექტი, რომელიც გახდება ქალაქის ერთგვარი გზამკვლევი, როგორ უნდა განვითარდეს იგი და რა იურიდიულ ჩარჩოებში უნდა განახორციელოს განვითარება. მოსახლეობისთვის ფაქტიურად ყველა ეტაპი ჩაბარების შემდგომ ხდება საჯარო. ყველა დაინტერესებულ პირს შეიძლება თავისი მოსაზრება დააფიქსიროს ამ ეტაპებზე, მანამ სანამ ის ოფიციალურად იქნება დამტკიცებული მუნიციპალიტეტის მიერ. ყველაზე მთავარი ალბათ არის ის, რომ პროექტი და გეგმა იყოს ფოთზე და ამ რეალობაზე მორგებული.